Davos შესანიშნავი ამბებია უკრაინისთვის. ევროპული კავშირის ქვეყნების ელჩებმა 4 შაბათს 22 აპრილს დაამტკიცეს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტი და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი. როგორც კი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოიშორეს, ევროკავშირის ყველა საკვანძო გადაწყვეტილება სინათლის სისწრაფით მიიღება. თუმცა რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, აქ გარკვეული ნიუანსები იყო, უსიამოვნო ნიუანსები. ამავე დროს დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ უკრაინამ განაახლა რუსული ნავთობის მიწოდება დრუჟბა სმილსადენ, რომელიც წინა დღეს შეკეტდა. თუ ცინიკულად და გულახდილად ვიტყვით, ორივე მხარემ თავისი ნაწილი შეასრულა ამ გარიგებაში. ამ გამოშვებაში განვიხილავთ არა მხოლოდ დრუჟბას ნავთობსადენის გახსნას, არამედ რაც თავარია, როგორ იმუშავებს ის კრედიტი 90 მილიარდი ევროს ოდენობით უკრაინისთვის. და რატომ რუსეთის პროპაგანდის მიუხედავად არ ღირს კრედიტის სიტყვის შიში. რადგან ფაქტობრივად არც თავად კრედიტის თანხას და არც ამ კრედიტის პროცენტებს უკრაინა არ დააბრუნებს. რატომ ასეა? ამ გამოშვებაში აგიხსნით. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ გამოშვება და დაცაროთ ნებისმიერი კომენტარი ვიდეოს ქვეშ. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. Așa, ევროპის კავშირის ქვეყნების ელჩებმა დღეს 22 აპრილს დაამტკიცეს უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტი და დაამტკიცეს სანქციების მე-20 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ. კვიპროსის წარმომადგენლის თქმით, რომელიც ამჟამად თავმჯდომარეობს ევროპის კავშირის საბჭოს, უკვე დაწყებულია ფორმალური წევილობითი პროცედურა. მოსალოდნელია, რომ შესაბამისი პროცედურა დასრულდება უკვე ხვალ, 23 აპრილს თვის მეორე ნახევარში. ევროპის კავშირის ყველა 27 ქვეყნის ელჩმა უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს, რაც ნიშნავს, რომ დარჩენილია მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურის დასრულება. სესხის დამტკიცების პოლიტიკური ნაწილი უკვე დასრულებულია და შეიძლება ითქვას, რომ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებულია. ევროპის კავშირის კრედიტი კიევისთვის ბლოკირებული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის მიერ, რომელიც უკრაინის ყველაზე მკაცრი მოწინააღმდეგეა ევროკავშირში. და აი ვიტიუშა ორბანის ბოლო არჩევნებში დამარცხებამ გზა გაუხსნა ამ სესხის დამტკიცებას, რაზეც ევროკავშირის ქვეყნები ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში შეთანხმდნენ. იმიტომ რომ მოსალოდნელი იყო უნგრეთი ვეტოს მოხსნიდა, რადგან ორბანი დამარცხდა. დიპლომატები აცხადებდნენ, რომ სესხის გარშემო სიტუაცია ძალიან სწრაფად ვითარდება. ამასთანავე აღნიშნავდნენ, რომ უკრაინამ უნდა იჩქაროს იმ რეფორმების განხორციელება, რომლების დაფინანსების მისაღებად არის საჭირო. იცით, სასაცილოა ამის ყურება, რადგან როგორც კი ვიქტორ ორბანმა არჩევნები წააგო, ყველა პროცესი უცებ დაიძრა ადგილიდან. სასაცილოა ისიც, რომ თავად ორბანი ფორმალურად ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია შეგახსენებთ და დღეს სესხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო იმავე უნგრეთის ელჩმა, რომელიც ორბანის დროს ადრე წინააღმდეგი იყო. აი ესე მუშაობს კონიუნქტურა. თუმცა როგორც ჩანს, უნგრეთში ზოგიერთი ჩინოვნიკი ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ მიხვდა, რომ მათი ხელისუფლება უკვე დაკარგულია, რომ არჩევნები უკვე დასრულდა. წარეთ წააგეს. ახვავე აგიხსნით. საქმე იმაშია, რომ უკრაინამ დაიწყო ნავთობსადენ დრუჟბას შევსება. ხვალ მოსალოდნელია მიწოდების აღდგენა სლოვაკეთში. ამის შესახებ განაცხადა სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოა. შემდეგ ციტატა. უკრტრანსნაფტის ინფორმაციით, დღეს დილით დაიწყო წნევის გაზრდა და ნავთობსადენ დრუჟბას შევსება უკრაინის მხარეს ბელარუსიდან. მოსალოდნელია, რომ გადაკაჩოდა მიწოდება სლოვაკეთში ხვალ 23 აპრილს დილით განახლება. უკრაინის პრეზიდენტმა შეგახსენეთ ასევე დაადასტურა, რომ ნავთობსადენი დრუჟბა აღდგენილია და მზადაა მომავალშიც მიაწოდოს ნავთობი ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას. ციტატა ზელენსკისგან. როგორც ეს ევროკავშირთან კომუნიკაციაში იყო განსაზღვრული, უკრაინამ შეასრულა სარემონტო სამუშაოები ნავთობსადენის დრუჟბა მონაკვეთზე, რომელიც რუსეთის დარტყმით დაზიანდა. ნავთობსადენი ფუნქციონირებას კვლავ განაახლებს. თუმცა ამჟამად ვერავინ გარანტიას ვერ იძლევა, რომ რუსეთის დარტყმები ნავთობსადენის ინფრასტრუქტურაზე არ განმეორდება. თელმა სპეციალისტებმა უზრუნველყვეს საბაზისო პირობები მილსადენის სისტემისა და აღჭურვილობის მუშაობის განახლებისთვის. ჩვენ ასევე უკავშირებთ ამას უკრაინისთვის განკუთვნილი ევროპული დახმარების პაკეტის გამბლოკას, რომელიც უკვე დაამტკიცა ევროპულმა საბჭომ. და სწორედ ამ ფონზე ვთქვი, რომ როგორც ჩანს, უნგრეთში ზოგიერთი ჩინოვნიკი ჯერ კიდევ არ გამოფხიზლებულა და ვერ ხვდება რა მოხდა საერთოდ. ამ ფონზე უნგრეთის ევროკავშირის საკითხების მინისტრი იანუშ ბოკი, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს აირჩიეს და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ გაიგო რა მოხდა და რომ არჩევნები უკვე დასრულდა.
განაცხადა, რომ დრუჟბას ნავთობსადენი დაიწყო ბელარუსიდან უკრაინაში ნავთობის ტრანსპორტირება. და მაშინვე დაამატა, რომ ეს ყველაფერი უნგრეთის და პირადად ვიტიუშა ორბანის დამსახურებაა, რადგან როგორც თავად თქვა, უნგრეთმა უკრაინის ბლოკადა გაარღვია. შემდეგ მოხავს სწორედ ამ იან შაბოკის ციტატა. ჩვენ გავარღვიეთ უკრაინის მიერ დაწესებული ნავთობის ბლოკადა. დადასტურდა, რომ უკრაინა ნავთობის მიწოდებას ბლოკავდა პოლიტიკური მიზეზების გამო. ასევე დადასტურდა, რომ მათ ფული უფრო ადრე გაუთავდათ, ვიდრე ჩვენ ნავთობი. უნგრული ტაქტიკა წარმატებას მიაღწია. უკრაინის საკრედიტო ხაზის 90 მილიარდი ევროს ბლოკირება მიზანი არ ყოფილა, არამედ ჩვენი ინტერესების დაცვის საშუალება იყო, რაც უკრაინის არაკეთილსინდისიერი ქცევით იყო გამოწვეული. იცით, სასაცილო ბიძაა. Янош Бока. ნავთობსადენი დრუჟბა აღადგინეს, რადგან ორბანი აღარ არის ხელისუფლებაში. ევროპამ შეასრულა თავისი დაპირებები კრედიტთან დაკავშირებით და აქ უნგრეთის არანაირი დამსახურება არ არის. მით უმეტეს ორბანის მომხრეების მიერ ბლოკადის გარღვევაზე საუბარი ზედმეტია, ანუ ვიქტორ ორბანის ხარდამჭერების. არა, უბრალოდ გამოჩნდა უნგრეთის ახალი მომავალი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფრო ნაკლებად ადეკვატურია უკრაინასთან ურთიერთობებისთვის. აი გითხოთ, აღადგინეს. და არჩევნების დასრულდა იანა შაბოკა. Რაღაც იქნებ ხმას იქნებ ხმალს, რა სამტკიცებ, რა ბლოკადა გაარღვიეთ. ყველაფერი, არჩევნები წააგეთ. მაგრამ მოდით თავად კრედიტი განვიხილოთ, რომელიც უკრაინა მიიღო ევროპის კავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობით. აი ეს ბევრად უფრო საინტერესოა. ბევრს ასეთი ვიცხი, 90 მილიარდი euро აშნიებს. თითქოს უკრაინას წლები მოუწევს ამის დაბრუნება. განსაკუთრებით რუსებს რატომღაც უყვართ ყვირილი, რომ უკრაინა ვალებში ეხება. რა ჩაკითხვა, რა შუაში არიან რუსები? რა მნიშვნელობა აქვს მათთვის საერთოდ? მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსული პროპაგანდა ხმამაღლა ყვირის. აი უკრაინა ვალებში ეხება. ეს ფული თაობები უნდა დააბრუნა. მაგრამ სხვათა შორის რუსები ასე უბრალოდ არ იქცევიან, მათ რაღაც იციან. ეს 90 მილიარდი ევროს კრედიტი უნიკალური სტრუქტურით გამოირჩევა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი სესხებისგან. ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის გადაწყვეტილებების მიხედვით, ძირითადი ფინანსური ტვირთი თავად ევროკავშირზე მოდის და არა უკრაინის ბიუჯეტზე. როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი? ევროპული კავშირი იღებს 90 მილიარდ ევროს საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე საკუთარი ევროპული ბიუჯეტის გარანტიით. უკრაინა ამ სესზე პროცენტებს არ გადაიხდის. ვალის მომსახურების ხარჯებს. ანუ სწორედ ამ პროცენტებს, რაც წელიწადში დაახლოებით 3 მილიარდ ევროს შეადგენს. საკუთარ თავზე იღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. უნგრეთის, სლოვაკეთის, ბულგარეთისა და ჩეხეთის გარდა. ყველა დანარჩენი ქვეყანა თანაბარი წილით მონაწილეობს ამ სესხის პროცენტების დაფარვაში. რაც შეეხება იმას, როდის უნდა დაბრუნდეს სესხი, ესეც საინტერესო საკითხია. რადგან ამ სესხს დაფარვის ფიქსირებული თარიღი არ აქვს. ის გაგრძელდება მანამ სანამ არ შეიქმნება მისი დაფარვის პირობები. და სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ეს ხსნის, რატომაც უკრაინა საერთოდ არ დააბრუნებს ფულს. დაბრუნების მთავარი პირობაა შემდეგი. უკრაინა ვალდებულია დააბრუნოს სესხის ძირი, ანუ სწორედ ეს 90 მილიარდი ევრო. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს რეპარაციებს რუსეთისგან ომით მიღენებული ზიანისთვის. სწორედ ამიტომ ამ ფორმატს ხშირად რეპარაციულ სესხს უწოდებენ, რადგან ის ფაქტობრივად გადააქვს. გადახდის ვალდებულებები მომავალში რუსეთის მიერ რეპარაციების გადახდაზეა მიბმული. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში დარწმუნებულები არიან, რომ გაველურებულ რუსებს მოუწევთ ანგარიშების გადახდა. თავის მხრივ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი უკვე მე-20 სანქციების პაკეტი, რომელმაც ასევე მიიღო წინასწარი დამტკიცება, გააძლიერებს ევროკავშირის კამპანიას, რომელიც მიმართულია რუსეთის ფედერაციის შემოსავლების შემცირებაზე, განსაკუთრებით ენერგომატარებლების გაკეთებიდან. ევროკავშირი იმედოვნებდა, რომ ამ სანქციების პაკეტს რუსეთის სრულმასშტაბიანი უკრაინაში შეჭრის მე-4 წლის თავამდე მიიღებდა, მაგრამ ვერ შეძლო ამის გაკეთება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გამო. მაგრამ სანქციებთან ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მთავარი ზომა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ევროპაში მისთვის მომსახურების აკრძალვა, როგორც ჩანს, გადაიდება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაძაბული მდგომარეობის გამო, რაც ახლო აღმოსავლეთში ომმა გამოიწვია. საკითხი ისაა, რომ რუსული ტანკერები ჯერ კიდევ შეუძლიათ ევროპელებმა მოემსახურონ. აქ წერტილს დავშალთ, თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყეთ ლაიკის დაჭერა.
თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის ხარდაჭერა და თვლით, რომ მისი საქმიანობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი, შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი დონათი, ან გახდეთ არხის სპონსორი, ან კი დააფინანსოთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმატით. ყველა ბმული და რეკვიზიტი მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლობელი ვიქნებით თქვენი ნებისმიერი მხარდაჭერისთვის. და გამოიწერეთ Telegram არხი Patchy News-ი. ბმული ასევე მოცემულია ვიდეოს აღწერაში. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით. სუბტიტრები